თუ იეჰოვას ახალ მოწმეებს იდეოლოგიურ წნეხში ატარებენ უხუცესები. თქვენზე ეს რატომ ვერ განხორციელდა? თქვენ რატომ შეგინარჩუნდათ აზროვნების, ანუ პროტესტის უნარი? როგორ არ განხორციელდა ჩემზე? განხორციელდა. რამდენჯერ მიმანიშნა მე ჩემს ანუ ამ 17 წლიანი ყოფნის პერიოდში, ბევრჯერ მიმანიშნა მე უფალმა ძალიან ბევრჯერ. აი ერთხელ მაგალითს მოგიყვანს. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვარ, მეორე კურსზე და ანუ იეჰოვას მეწმე რომელია, იცი რომ ჰაუ გავიგე ჭეშმარიტება და ყველას რო ეუბნები და ამ მდგომარეობაში ვარ და მახსოვს გერმანულზე იყო ერთი ბიჭი. მე ინგლისურზე ვსწავლობდი, ის გერმანულზე სწავლობდა და რომ დაველაპარაკე, იცი რა, ხვალეო მე ბიბლიას მოვიტან და მოდიო ვილაპარაკოთ და კარგიო და გადამიშალა მახსოვს ებრაელთა მე-6 თავის მეორე მუხზე. აი ახაც კი მახსოვს, ეს იქნებოდა 94 წელში დაახლოებით ნალაპარაკე. ნახეთ რა მითხრა. 6:2. ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისკენ. კვლავ ნუ ჩაუყრით საფუძველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთისრწმენას. ნათლობათა ხელდასხმისა, მკვდარ თაღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას. მე მეთქი რა მითხარი მეთქი ესე ვეუბნები რა დიდი რამე მითხარი მეთქი მე როგორ ვერ გაიგეო აქო პავლე მოციქულმა ჩამოგიყალიბაო ქრისტიანული მოძღვრებისო თავარი ელემენტებიო რა ელემენტები მეთქი ვერ გავიგე ანუ მოწმეს ტვინი არ იღებს არაფერს რაც ეწინააღმდეგება ანიმ ფრაზეოლოგიით არ არის გადმოცემული რასაც მისი ყური არის შეჩვეული იმ ორგანიზაციაში როგორ აი ქრისტიანული მოძღვრების ელემენტებიაო ნათლობა ხელდასხმა, მკვდარ თაღდგომა და საუკუნო განკითხვა და რატო არა გაქვთ ხელდასხმა? მეთქი ხელდასხმა მეთქი, ასო მოციქულები რო გარდაიცვალნენ მეთქი, იმის მერე აღარ ყოფილა მეთქი, ესეთ რაღაცას ვეუბნები. რას ლაპარაკობო? მაშინ ხელდასხმა თუ არა გაქვთ, თქვენო ქრისტიანული მორწმუნეა, არა ხართო ქრისტიანული ეკლესია. იმიტომ რომ გეუბნება ქრისტიანული სარწმუნოება არის ერთ-ერთი მოძღვრება არის ხელდასხმის შესახებ მოძღვრება. მე ვიგრძენი იმ მომენტში რომ ის ადამიანი მეუბნებოდა მართლაც. არ ვიცი ეს ოდესმე ის ადამიანი ამ ჩემს საუბარს მოისმენს თუ არა, მაგრამ აი ახლა მის წინაშე ბოდიშს ვიხდი. მე ვიგრძენი რომ მან მაშინ მართალი მითხრა. მაგრამ არ მივიღე ეს. რატო ვიყავი ზემოქმედების ქვეშ? და როდესაც სხვა ადამიანი მელაპარაკა ჯვარზე, 5 წელი დამჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო და ესეც ის მაპროვოცირებელი მოვლენა რომ არ მომხდარიყო, როდესაც თვითონ შემომთავაზეს უხუცესობა და სტანდარტული პროცედურული კითხვა დამისვეს, რომ ძმაო, რაიმე ხო არ იქნებოდა, რაც ხელს შეგიშლდა უხუცესად მსახურებაში, მე შეიძლება დღესაც იეჰოვას მოწმე ყოფილიყავი. იმიტომ რომ აი ჩემთვის ეს კითხვა იმ მომენტში იყო ღვთაებრივი მომენტი რა. ვეღარ გავეკეცი უკვე. მაგრამ ეს კითხვა რო არ დაესვათ, მე შეიძლება ეხაც ეჭვები მქონოდა და ძალიან ბევრი იეჰოვას მოწმეს ვიცნობ, ჩემი ახლობლები არიან, ოჯახში ერთად დაგვიძინია რა, გაგვიღვიძია და რაღაც. და უთქვიათ ხოლმე, რომ აი, ტარიელო მეც ამაქო რა, კითხვებიო. აი, განსაკუთრებითო სადუკეველები რომ მივიდნენ რა, რომ უთხრესო, რომ აი, 7 ძმას ყავდაო, ერთი ცოლიო და აღდგომისას ვისი იქნებაო და უფალი რეუნება აღდგომისას არც თხოვდებიან, აღარც ქორწინდებიან. აღარც სიკვდილი შეუძლიათ ვინაიდან ანგელოსთა მსგავსნი არიან. ისინიო ვინცო ღირსია აღდგომისაა. აღდგომის ძენი არიან ვისი. ხო და ამათ მაინც წავთ გათხოვება, ანუ ეს მომენტი რა განსაკუთრებით გასათხოვარ დასაქორწინებელი იეჰოვას მოწმეებს ძალიან მტკივნეულად არის. მაგრამ ხმამაღლა ვერ ბედავენ ამაზე საუბარს. იმიტომ რომ ეჭქვეშ დააყენო საგუშაგო კოშკის ორგანიზაციის სწავლება, ეს ნიშნავს აჯანყებას იეჰოვას წინააღმდეგ. იმიტომ რომ მუდმივად სტატიები ქვეყნდება, სადაც სწორედ ამ კონტექსტში განიხილება შენი უთანხმოება ორგანიზაციის მოძღვრებებთან. იმიტომ რომ ეშმაკიც იყო ისო, ვინცო თავიდანო არ დაეთანხმაო. ადამი და ევაც ისინი იყვნენ, ვინც არ დაეთანხმდაო იეჰოვასო და შენც თუ იეჰოვას ორგანიზაციასო არ ეთანხმები, значит შენც გამოდის რომ შენც მოჯანყე ხარ, მოჯანყესული გაქვს. ანუ ნუ იფიქრებთ, რომ მე მქონდა ესეთი აქტიური აზროვნების და ცოცხალი აზროვნების უნარი, ჩემზე დიდი ტვინები აქვს, ჩემზე განათლებულები, ჩემზე ნაკითხები არიან. აქ ზის პიროვნება, რომელიც დამეთანხმება. მე ისეთი უახლოესი მეგობარი მყავს, ისეთი ოჯახი მყავს, აი ჩვენ როგორ გითხრათ რა, ისეთი არ მინდა ის ინტიმური დეტალები გითხრათ.
ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გქონდა. კარტოფილს რო წავდნენ, მეძახდნენ და წნილი რომ მქონდა და წვადებზე და იმ ხინკალზე არ მაქვს ლაპარაკი, წნილზე და ლობიოზე ვეპატიჟებოდით, უერთმანეთოთ ვერ ვძლებდით. და ყველაფერი მქონდა ჩვენ ერთმანეთში ნალაპარაკები და ჩემზე დიდი ტვინი აქვს. მე იმისგან ეხაც კი ვსწავლობ. მაგრამ დღესაც იქ არის. მე არ ვიცი რატო. ბოლომდე არ ვიცი უფალმა რატო გააკეთა ეს ჩემში. მაგრამ მადლობა უფალს მე ეს ხო ხდებით რა. ამიტომ ნუ ვიტყვით რომ სხვები ან უპატიოსნოები არიან, არ არიან იტანჯებიან, აი ამ დილემის წინაშე არიან, სად წავიდე სხვაგან. აი თუ დრო გვექნება, მე რამოდენიმე მაგალითს მოგიყვანთ ზომბირების. პრაქტიკულ მაგალითებს ჟურნალებიდან მაქვს ამოღებული. თუ ამდენს გაუძლებთ. მე მაქვს აი ამოუკრიფე სპეციალურად და შეიძლება შეგეშინდეთ.